გამომშვიდობისა. მე გახალარ დათო დარჩია და ჩვენ თამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხო, მივესალმოთ ჩვენს მონაწილეს, ოთო თეზელაშვილი. მადლობა ჩვენს დარბაზს, განსაკუთრებით რაგბის კლუბი არმია და გდანის საფეხბურთო აკადემია. აბა, როგორ ხარ? კარგად, მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? მადლობა, კარგად, მეც ძალიან კარგად. სად გავჩერდი? იმის გამო, რომ ჩვენ წინა გადაცემაში ამოგვეწურათ საეთერო დრო, დღეს ვაგრძელებთ, სადაც გავჩერდით, ანუ მესამე კითხვიდან და ისევ ოთოსთან ერთად. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ოთო არის 29 წლის, მუსიკოსი, მისი ჰობია ფეხბურთის ყურება, ჩემიც და თამაში. ოთო, მე წესებსაც შეგახსენებ. 100,000 ლარის მოსაგებად, სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვა გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება, 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და კითხე დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო შენი მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებ, დასმო კითხვას, მაშინ დაკარგავ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? გასაგებია. ძალიან კარგი. მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. მესამე კითხვა, 200 ლარი. რომელი არ მეორდება მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ? ნაკიანი წელიწადი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ახალი წელი, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები? აბა? კი ბატონო, C ვარიანტი, ახალი წელი. დარწმუნებული ვარ. C, ახალი წელი. 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა, 250 ლარი. 3 კვერცხის ერთ ქვაბში მოხარშვას 5 წუთი სჭირდება. რამდენი წუთი დასჭირდება 6 კვერცხის ერთ ქვაბში მოხარშვას? ნახევარი საათი, საათის მეოთხედი, 5 წუთი თუ წუთ ნახევარი? კი ბატონო, C ვარიანტი 5 წუთი. C ვარიანტი 5 წუთი. და 250 ლარი თქვენია. მივედით გარანტირებულ 300 ლარზე, ანუ მეხუთე კითხვა. ბოლოდან მე რამდენია 100 ჭ? მეოთხე, მეორე, პირველი თუ სულ ბოლოა? აბა, რო დავითვალოთ, აბა დავთვალოთ. თუ არ გადავიმეორე. თავიდან რომ თუ ბოლოდ, აი როგორ გირჩევნიათ? აი ბოლო დავცდილობდი, მაგრამ რა არის ბოლოას? ესე იგი, A, B, D, E, F, O, P, Š, S, T, Q, Ž. აი სადა ვართ? აი რა სადა ვართ? რომელ ადგილასა ვარ? ვაიც თავიდან დავიწყე. კი ბატონო. A, B, D, D, E, V, Z, T, I, K, ეს 10-ია. L, M, N, O, P, Š, Ž, S, T. ეგ რამდენია? 20. ეგ არის 20. X, თუ არ ვწდები არის მეორე. რომელი? მეორე. ბოლოდან მეორე? ხო. კარგად დავთვალეთ? სულ ბოლო რა გვაქვს? მოგახსოვს ბოლოასო? ჭს მერე რა მოდის? ანუ U, P, ჭ? Ჭ, ხო, ჭ? Ჟ. ანუ მოიცა დავიბენ. აბა,
არ დავიბნეთ. ჭს მერე რა მოდის? უფ სულ 4 რჩება. ჭ ანუ ც მე შემიძლია დახმარებაში მოგდავას. თქვენი პირადად? არა, 3 დახმარება რომელიც გაქვს. კაი ხო, ანუ ავარიანტი მე-4. რომელი? მე-4. საბოლოო პასუხი? ხო. მე-4. გავაკვირდით. აბა, ჩავსვათ. ჭს მერე რა მოდიოდა? ჭ, ხ, ჯ, ხ. იმიტომ და სამასე არის თქვენი. რომელსაც ვერავინ ვეღარ წაგაქ როგორ. იმიტომ რომ ჭს მერე რა მოდის? ჭ, ხ, ჯ, ხ, ჭ, ხ, ჯ, ხ, ჭ, ხ, ჯ, ხ. ასე თქვა. კი ბატონო. ცოტა ხანი გავწელე რა. მე-6 კითხვა. 400 ლარი. რომელ საფეხბურთო კლუბში თამაშობს ხვიჩა კვარაცხელია? A. ბაიერნში. B. მანჩესტერ იუნაიტედში. C. მილანში. თუ D. პარი სენ-ჟერმენში. ამჟამად. კი ბატონო. D ვარიანტი პარი სენ-ჟერმენი. ზუსტად ვიცით რა თქმა უნდა. საბოლოო პასუხი D. გავაკეთოთ. 400 ლარი. შენია ოთო. მე-7 კითხვა. 500 ლარი. სოფლიოში ცნობილი ამ სიმღერებიდან რომელს არ ახლავს ცეკვა და არ ასოცირდება მისთვის დამახასიათებელ მოძრაობასთან? A. Bohemian Rhapsody. B. All the Single Ladies. C. Baby Shark. To D. Oppa Gangnam Style. მე ზოგადად ძალიან მიყვარს ჯგუფი Queen-ი. აბა, ძალიან დიდი ფანი ვარ და შესაბამისად ა ვარიანტი Bohemian Rhapsody. გახსოვთ მელოდია? ან წამიღრო. ანუ all the single ladies ყველა ვიცით მოძრაობა baby shark-იც იცით ოპას single ladies მოძრაობა? კი როგორ? აბა როგორ? ანუ პლასტიკური არ ვარ, მაგრამ აი ისე აი ხელით რო გვაჩვენოთ არ არის აუცილებელი. რაღაც ასეთი. ესეთი. ნუ ფსაისო ოპა Gangnam Style. Baby Shark-ი? Baby Shark-იც კი ბატონო საყვარელი ბავშვებისათვის საყვარელი. მოძრაობით დაახლოებით მოკლე Baby მოძრაობა. Shark-ის არ ვიცი ზუსტად. ხო. მაგრამ ისეთ სიმღერა რო ექნება ცეკვასავრო. და აი ბოლოსი ხო რაღაც ასეთი. აი მოაჭარულ. ხო, კი. მოაჭარულ. მოგპარა. ესე იგი საბოლოო პასუხი? A. Bohemian Rhapsody. A. Bohemian Rhapsody. და თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. 500 ლარი თქვენია. მოკლედ 500 ლარი გაქვთ. ასევე 3 დახმარება და მივედით მერვე კითხვა. 1000 ლარი. რომელმა მხატვარმა შექმნა ჩუპა ჩუპსის ლოგო? გვირილა, რომელშიც ბრენდის სახელი წერია. A. პაბლო პიკასო. B. Andy Warholმა. C. Salvador Dali. თუ D. Rene Magritte-მა. ხო, ეს დაზუსტებით არ ვიცი. მაგრამ აი ჩუპა ჩუპსი ვიზუალურად მახსოვს რატომღაც რომ სალვადორ დალის ჰქონდა ჩვევად თუ რაღაცა უყვარდა რაღაც მაგრამ ორალური ფიქსაციის გამო აი ენდი ვორჰოლი და რენე მაგრიტი სამწუხაროდ არ ვიცი პაბლო პიკასო მეეჭვება რატო სვანერი კაცი იყო რა სვანერი კაცი დალი სვანერი კაცი ხო აი მოდი იყოს C ვარიანტი სალვადორ დალი დახმარებების გარეშე დახმარების გარეშე რისკავთ ესე იგი საბოლოო პასუხია C სალვადორ დალი C სალვადორ დალი
მე ოთო მინდა გითხრათ, რომ დახმარება შემოგთავაზეთ, თუმცა არ დამთანხმდით, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალია. 1000 ლარი თქვენია. როდესაც ჩუპაჩუპის მწარმოებელმა თხოვეს ლოგოს დახატვა, ასე ვთქვათ, დალიმ გაზეთის კუთხეში მიახატა. კარგით, უახლოვდებით მე-10 კითხვას, თუმცა ახლა ვართ მე-9 კითხვაზე 2000 ლარი. რა ნიშანი შექმნა უელსელმა მათემატიკოსმა და ექიმმა რობერტ რეკორდმა 1557 წელს? პლუსი B პროცენტის ნიშანი, C ტოლობა, თუ D კვადრატული ფესვი. როგორ ავართ მათემატიკაში? ოთო. არა, მათემატიკაში როგორც მივხვდით, არც ისე კარგად, მაგრამ ხო, ანუ ექიმმა რობერტ რეკორდმა. ექიმი რადგან არის? მათემატიკოსმა და ექიმმა. ხო, მათემატიკოსი და ექიმი. მე ხოთაშორის სამედიცინო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და მე რატომღაც როგორც ექიმი აღმოვაჩენდი პლუს. რატო? ესეთი ნიშანია. აჰა, ან გასაგებია. ვიზუალურად, დიახ. ლოგიკურად აქეთ წავიდოდი. თუმცა ზუსტად არ ვიცი და მე მგონი დახმარებას გამოვიყენებ. რომელს? ასე იყოს 50-50. კომპიუტერის დახმარება. დიახ. კომპიუტერს ვთხოვ, წაშალოს 2 არასწორი პასუხი. ხო. ჩემი სავარაუდო დარჩა. მოდი იყოს ა ვარიანტი პლუსი. კიდე ხوار გადაამოწმებთ. ორში ვწდები ვითომ? მე იმიტომ გეუბნებთ, რომ თუ არასწორი იქნება თქვენი ვარიანტი, მაშინ თქვენ დაკარგავთ 700 ლარს და 300 ლარზე ჩამოვარდებით. თუმცა თუ სწორად მიპასუხებთ, 2000 ლარი თქვენი გახდება. თქვენ ზოგადად ჩემკენ ხართ? რა თქმა უნდა. მე მესამე ვარიანტსაც შემოგთავაზებ. თქვენ შეგიძლიათ დახმარება გადაამოწმოთ, ან ზარი ახლობელთან, ან დარბაზის დახმარება. ვკითხოთ დარბაზს? ვკითხოთ დარბაზს რა. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, თხოვთ, ხელი აიწიოს. აი უეჭველი თუ იცით მაგ შემთხვევაში. მოკლედ, ოთო, პლუსიო დარბაზმა. პლუსიო და პლუსიო. შენი ვარიანტიც ეს იყო ასე მახსოვს, პირველი. იყოს კი ბატონო ავარიანტი. დავაფიქსიროთ. ანუ აქ მესამე დახმარების გამოყენებას არ მინდა. უელსელი მათემატიკოსი და ექიმი. უეჭველი იცით? მოდი დავრეკოთ რა. ვისთან ვეკავთ? მეგობარი ჩემი თორნიკე. მეგობარ თორნიკესთან. ვიყენებთ მესამე დახმარებას, ზარი ახლობელთან. ალო, გამარჯობა თორნიკე. გამარჯობა. დათო დარჩია, გაწუხებთ გადაცემიდან, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. გამარჯობა. დიახ, ისმენთ. ოთო ვიცის ახლა. წინ პირისპირ და თქვენი დახმარება ესაჭიროება. დიახ. თქვენ 30 წამი გაქვთ. დრო და ოთო თავად დაგისვამთ კითხვას. აჰა, კი ბატონო. დრო ჩაირთო. თოკო ესეთი ამბავია, რა ნიშანი შექმნა უელსელმა მათემატიკოსმა და ექიმმა რობერტ რეკორდმა 1557 წელს? პლუსი თუ ტოლობა? ხართავიდან რობერტ რეკორდი. პლუსი თუ ტოლობა? რობერტ რეკორდი პლუს თუ ტოლობა. ორი სავარაუდო პასუხია მხოლოდ. ხო. 10 წამი. ტოლობა. 3 წამი. უიმე. სულ სხვა რამ თქვა მეგობარმა, ვიდრე დარბაზმა. ტოლობაო.
რატო ამრიეთ? ბავშვებო თქვენთან ბოდიში მეგობარს უჯერებ თუ მეგობარს დარბაზს? დაუჯერებ და იყოს C ვარიანტი. საბოლოო პასუხია? კი. C. ტოლობა. ოტო ამ შემთხვევაში რომ არ გამოგეყენებინა მესამე დახმარება და არ დაგეჯერებინა მეგობრისთვის არასორი იქნებოდა. 2000 ლარი შენი. დახმარებები აღარ გვაქვს, მაგრამ 2000 ლარი გვაქვს. და მივედით მეათე გარანტირებულ 3000 ლარამდე. რომელ ქვეყანაშია ქალაქი მეტლახი, საიდანაც აბაზნის იატაკის ფილის სახელწოდება მომდინარეობს? A. ირანში, B. ჩეხეთში, C. ავსტრიაში, თუ D. გერმანიაში. მეტლახ. ვიცით ეს ქალაქი საერთოდ? ან რომელ ქვეყანაში? რომელ ქვეყანაში ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ძალიან გავს რაღაც აღმოსავლურს. რატო? რაც ისეთი სახელწოდებიდან გამომდინარე. თურქეთს ველოდებოდი კიდევ. რომელს ფიქრობ? ჩემი სავარაუდო არის ირანი. თუმცა დაზუსტებით ნამდვილად არ ვიცი. რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? დახმარებას არ მაქვს. მოგასუხებ. კარგავთ 1700 ლარს. მე შემიძლია ახლა შევწყვიტო თამაში და რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ 2000 შეწყვიტოთ ლარი თამაში და წაიღებთ ამ შემთხვევაში 2000 ლარს. ხო, იქ პლუს DGG და ხო. აი, მოდი შევწყვეტ და უბრალოდ მაინტერესებს ირანი თუ არა. თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება რომ წყვეთ წყვეტილება არის თამაშს. რომ შევწყვეტ თამაშს, კი ბატონო. კი ბატონო. წყვეთ თამაშს და დავაფიქსირეთ ირანი. ხო. ვაფიქსირებთ? ოთო, პასუხია გერმანია. სწორად მოიქეცით. ეგ არის. რომ შეწყვიტეთ თამაში და თქვენ 2000 ლარით მიბრძანდებით აქედან. მადლობა თამაშისთვის. კარგად გაგებულეთ. მაშასე ჩვენ ვაგზავნებთ თამაში, შეგიძლია მოიგო 100,000. და ჩვენი შემდეგი მონაწილეა ოტია იოსელიანი. ოტია არის 37 წლის ყალტუბოდან. დიახ. პროფესიით არქიტექტორი. ოტიას აქვს თავისი საპროექტო, სადაც მუშაობს და ასევე ხელმძღვანელობს თავისი ყველასათვის საყვარელი ბაბუის, ცნობილი მწერლის ოტია იოსელიანის სახლს მუზეუმს. ოტიას ჰობია ალკოჰოლური სასმელების დამზადება და ფერმენტაციის პროცესი ძალიან საინტერესოა. ამაზე რომ გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. ჩვენი გვაქვს წარმოება ღვინის, ლუდის, სხვადასხვა სპირტიანი სასმელების და ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ეს ქიმიური პროცესი და ბავშვობიდანვე ბოდის ეს დაინტერესება. საინტერესო რეაქცია, როცა ხილისგან შეიძლება ისეთი პროდუქტი მიიღო, რომლებსაც მე უფროსი თაობის ხალხი დალებდა მაშინ, როცა ბავშვი ვიყავი და რაღაც სიამონება წებულობდა, ეს იყო ძალიან საინტერესო და მაქედან მოყოლებული მე ნელ-ნელა ეს წარმოებაში გადავზარდეთ. ძალიან კარგი. ოტია ხომ არ ნერვიულობ? ძალიან. ძალიან. არა, სანერვიულო აქ არაფერია და ვისთან ერთად მოხვედი? ჩემი მეუღლე არის ნუცა. ნუცა მოგესალმებით. და რომ მოვიგებთ 100,000, რას ვაპირებთ? თუ მოვიგებთ, ეხლა ამ ეტაპზე სახლ-მუზეუმი საჭიროებს დახმარებას. რაღაცეებია გასაკეთებელი და მთლიანად იქ. მთლიანად მას მოხმარდება. წარმატებას გისურვებთ მე. მე წესებში გახსენებ 100,000 ლარის მოსაგებად სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მე 5 და მე-10 შეკითხვები გარანტირებული თანხებია.
მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3000-ს. თქვენ გაქვთ სამი დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებთ კითხვას, თქვენ დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? ზართ ხარ თამაშისთვის. დიახ. მაშასე ჩვენ თამაშობთ, თამაში შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა 100 ლარი. რომელი არ არის ერთ-ერთი დახმარება გადაცემაში შენ შეგიძლია მოიგო 100,000. 50-50-ზე ზარი ახლობელთან, კითხე დარბაზს თუ შპარგალკა. დე შპარგალკა. დე შპარგალკა. 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. თეატრში სპექტაკლის დაწყებამდე რის ხმის გამორთვას გთხოვენ თეატრის წარმომადგენლები? ტელევიზორის, რადიოს, ტელეფონის თუ შინაგანი ხმის? C ტელეფონის. C ტელეფონის. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. უძველესი ქართული ცრურწმენის მიხედვით რა იცის მარილის დაყრა? მოულოდნელად შეყვარება, ჩხუბი, სტუმრის მოსვლა, ფული. B ჩხუბი. გახსოვს ხო? დაკრია მარილი ხშირად. არა, მაგრამ არ ამჩნევ ამას ყურადღებას არ აქცევ. დიახ. B ჩხუბი. აი ესეც იციან ხოლმე ფერე. უკან გადაყრა, რომ ჩხუბი არ მოხდესო. 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. თუ საგზაო ნიშანზე გამოსახულია W და C, ეს ნიშნავს, რომ ახლოს არის სასადილო, ავტოგასამართი სადგური, საპირფარეშო თუ სასტუმრო? C საპირფარეშო. C საპირფარეშო. და 250 ლარი თქვენია, რა თქმა უნდა. კარგად მივდივართ და ამასობაში მივედით გარანტირებულ 300 ლარზე. მეხუთე კითხვა. რწყილი და ჭიანჭველა ზღაპრის მიხედვით ჩამოთვლითაგან რომელი პერსონაჟი გვხვდება ტექსტში ყველაზე ადრე? მუხა, ყვავი, ორმო თუ ღორი? D ღორი. ზუსტად გახსოვს ხო? ვიკითხავდნენ ბავშვობაში და კი. რისთვის მივიდა ხო გახსოვს? ჯაგარისთვის. კი ბატონო. გავაკეთოთ D ღორი. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია. ოდია, გარანტირებული 300 ლარი. თქვენ გვაქვს, რომელსაც ვერავინ წაგართვებთ. ასევე გაქვთ სამი დახმარებაც. მეექვსე კითხვა. 400 ლარი. რა სამსახურებრივ პოზიციაზეა სესილია თაყაიშვილის პერსონაჟი ფილმში ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი? A. ბუღალტრის, B. მდივნის, C. მარკ შეიდერის თუ D. კადრების განყოფილების უფროსის? ბევრჯერ მაქვს ნანახი, ერთ-ერთი საყვარლესი ფილმია. როგორც მახსოვს, ბუღალტერი არის. ეს ყველა ეკითხება ხელფასები როდის იქნებაო და ალბათ ბუღალტერს ხო? ანუ დავაფიქსიროთ? დიახ, ბუღალტერს. ვაფიქსირებთ. A. ბუღალტრის. თქვენ მართალი ხართ. 400 ლარი თქვენია. მეშვიდე კითხვა. 500 ლარი. ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის გალაქტიონ და ტიციან გაბიძეები? A. ძმები, B. ბიძაშვილები, C. ბიძა ძმისშვილი თუ D. უბრალოდ მოგვარეები? მე როგორც ვიცი ბიძაშვილები, იმიტომ რომ სახლიც გვერდზე აქვს იმ სოფელში, სადაც მათი სახლ-მუზეუმია და
მე მგონი რომ ბიძაშვილები რა. მე მგონი არა, 100% მასე პასუხს არ მახსოვს. ნიშნავს. მასე მახსოვს. დახმარება ხომ არ გნებავთ? ძმები არ იყვნენ, ბიძაძმიშვილი არ იყვნენ, უბრალოდ მოგვარეები და ეხა 50-50-ზე რო გამოიყენო ეს ორი ვარიანტი დარჩება ყველა ვარიანტში. ნუ ეგ არ ვიცით. ბიძაშვილები. საბოლოო პასუხია? კი, ბე ბიძაშვილები. ვაყვითლებ. ბ. ბიძაშვილები. და წვანოთ, რა თქმა უნდა, ეს მართალია. 500 ლარი თქვენია. კარგია რომ არ გამოვიყენეთ დახმარება. მერვე კითხვა. 1000 ლარი. რომელი ფილოსოფოსი დადიოდა დღე მზის სინათლეზე ანთებული ფარნით და ამბობდა, რომ ეძებდა ადამიანს? A. ზენონ კიტიონელი. B. ჰერაკლიტე. C. სოკრატე. თუ D. დიოგენე. მაქვს ჩემი ვერსია, მაგრამ ვერსია რა არის? მოდი ჯერ დარბაზის დახმარება გამოვიყენოთ. იყენებ დარბაზის დახმარებას. ისე ვერსია რა გაქვთ? ნახოთ ჯერ დარბაზი რა ნახოთ პასუხობს ჯერ და მე დარბაზი. კარგით. აბა, ვინც იცის დარბაზში სწორი პასუხი, გთხოვთ რომ ხელი ავიწიოთ. აბა, თუ ვიცით. დარბაზში სამწუხაროდ მსურველი არ აქვს, დარბაზის დახმარება შეგინარჩუნდება და ამ შემთხვევაში რა ვშვებით? ორი დახმარება გვაქვს ზარი ახლობელთან და 50-50. იყოს 50-50. კომპიუტერს ვთხოვ, წაშალოს ორი არასწორი პასუხი. დარჩა სოკრატე და დიოგენე. ეხლა რომ ბრძანოთ თქვენი ეს ორი იყო, ხო, მე მახსოვს რომ სოკრატე იყო. ეხლა ცოტა ნერვიულობ და მაგით რომ შემეპარა ეჭვი დიოგენეში თორე სოკრატე მახსოვს. მესამე დახმარებით ხომ არ გადავამოწმებით ზარი ახლობელთან. თუ არასწორად უპასუხებთ, კითხვას მაშინ 300 ლარზე ჩამოვალთ. გარანტირებულ. კარგით, ისა დავერეკოთ მაშინ გიორგი ქორიძესთან. გიორგი მეგობარი. დიახ. რეკავთ გიორგისთან, ვიყენებთ ზარი ახლობელთან დახმარებას. გიორგი მოგესალმები. გამარჯობა. მე გახლავარ დათო დარჩია გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000. დიახ, იცნობ. ოტია იოსელიანი მიზის ახლა მე წინ და თქვენი დახმარება სჭირდება. კი ბატონო. თუ სწორად უპასუხებს კითხვას 1000 ლარს მოიგებს. თუ არასწორი იქნება პასუხი, მაშინ 300 ლარზე ჩამოვარდება. თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და ოტია თავად დაგისვამთ კითხვას. დრო ჩაირთო. გიო, რომელი ფილოსოფოსი დადიოდა დღე მზის სინათლეზე ანთებული ფარნით და ამბობდა, რომ ადამიანს ეძებდა? დიოგენე დადიოდა. დიოგენე ცნობილი. კარგი, გიორგი, მადლობა. ნა ისე სწრაფი პასუხი იყო თან დარწმუნებით, რომ ეთახმებით. კი, აბსოლუტურად. ანუ საბოლოო პასუხია დიოგენე. თქვენ რომ გეპასუხათ სოკრატე და არ გადაგემოწმებინათ მეგობართან, თქვენ არასწორი იქნებოდით. ალბათ 1000 ლარი თქვენია, დიოგენია სწორი პასუხი. ჩვენ დაგვრჩა დარბაზის დახმარება და მივედით მე-9 კითხვაზე, ეს არის 2000 ლარი. რა ჰქვია მცენარეს, რომლის ნაყოფის გაშრობისა და დაფქვის მერე მიღებულ სანელებელს უცხო სუნოლს უწოდებთ? A. ულუმბო. B. ოქროწყეპლა. C. შვიტა. D. საპონელა. ეხა გამოვიყენოთ დარბაზის დახმარება. კი ბატონო, ისე ვერსია გაქვს რამევდია. ორს გამოვრიცხავ, მაგრამ იმ ორ შორის რომელს? ოქროწყეპლა ახალი შემოსულია ზოგადად საქართველოში და ეს უცხოთვენელი დიდი ხანია გვაქვს. ოქროწყეპლა არ უნდა იყოს. შვიტა სამკურნალო სცენარი არის და შვიტას დავქვით ისეთი ფორმის
სუნელს ვერ მივიღებთ. აი საპონელასა და ულომბოს შორის. ანუ ვიყენებ დარბაზის დახმარებას. კარგი, დარბაზში ვთხოვ, ვინც იცის სწორი პასუხი, ხელი აწიოს. რა ქვია მცენარეს, რომლის ნაყოფის გაშრობისა და დაფრქვის მერე მიღებულ სანელებას უცხო სუნელს უწოდებთ, აბა? დარბაზში მხოლოდ ასე ვთქვათ, ვერსია არის ერთი და საპონელა. თუმცა არ ვიცით ეს სწორია თუ არა. და თქვენ რას იზამთ? გავრისკავ. რისკავთ? კი. მე დავჭიროთ. შეგახსენებ, რომ შეგიძლიათ დაკარგოთ 700 ლარი და 300 ლარის ანაბარად დარჩებით. ან გარისკოთ და თუ სწორი იქნება პასუხი, თქვენ მოიგებთ 2000 ლარს. გავრისკოთ. ან შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ 1000 ლარი. არა უშავს, გავრისკოთ. რისკავთ და დიახ. როგორც პასუხია D. საპონელი. ოდია მე შემოგთავაზეთ რომ შეგეწყვიტათ თამაში, წაგიღოთ თქვენი გარანტირებული თანხა. სამწუხაროდ დარბაზი არასწორი აღმოჩნდა და სწორი პასუხია A. ულუმბო. თქვენ გქონდათ ვერსია ამისი, მაგრამ არა უშავს. 300 ლარი თქვენია და დიდი მადლობა მოგზანებისთვის. მაშასე ვაგზელებთ თამაში შეგიძლია მოიგო 100,000 და ჩვენი შემდეგი მონაწილე ფიქრია ჭანტურია. გთხოვთ მივესალმოთ. ფიქრია როგორ ხარ? არც ნერვიულო? თქვენ ძალიან არ უნდა ნერვიულობა, ძალიან არ არის საჭირო. ფიქრია არის 30 წლის ზუგდიდიდან. პროფესიით ფილოლოგი. დიახ. ამჟამად თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტის ლექტორი გრძელდება. ძალიან საინტერესოა. ფიქრიას ჰობია რუქების ხატვა. დიახ. უი, რა საინტერესოა. რამდენად უცნაურად და რას მისდევთ ეს რუქების ხატვა როგორ არის? თქვენ თვითონ რა თქმა უნდა მე თვითონ არ ვარ კარტოგრაფი, მაგრამ რასაც ხედავ, მიყვარს ხოლმე რომ ჩემით. გადმოხატვა, ასე ვთქვათ. და საინტერესოა. ფიქრია. ვისთან ერთად მოხდება სტუდიაში? დღეს აქ ვყავს ჩემი სტუდენტები, უცხოელები არიან, სუდანიდან და ლიბანიდან და ასევე ჩემი მეგობრები. სასიამოვნო მოგესალმებით. და რას ვაპირებთ რომ მოვიგებთ 100,000 ლარს? 100,000-ის მოგების რაიმე ძალიან კარგი პროექტი ალბათ საგანმანათლებლო. წარმატებებს გისურვებთ. მე მე წესებს შეგახსენებთ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ უნდა სწორად უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე. ზარი ახლობებთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღო მოგებული თანხა. თუ არასწორად უპასუხებ კითხვას, მაშინ დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? კარგით. ფიქრია მზად ხარ თამაშისთვის? ვფიქრობ მზად ვარ. მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა 100 ლარი. როგორც წესი, რას ვიყენებთ ტელევიზორის არხიდან არხზე გადასართავად? პულს, ფეხს, ჯოხს თუ დაჟინებულ მზერას? საინტერესოა. კარგი იქნებოდა დაჟინებული მზერით. დაჟინებული მზერით რო ირთვებოდეს, დიახ. ალბათ მიაღწევს კაცობრიობა ამ ეტაპსაც, მაგრამ ამჯერად რაც არის შესაძლებელი, ეს არის პულტი. პირველი A პასუხი. პულს. 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი.
დაასრულეთ ენის გასატეხი. თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე დახტოდა, თრთოდა, თამაშობდა თუ ირუჯებოდა. რადგან თეთრი არის, შეიძლება ირუჯებოდა. პასუხი რომ დავაფიქრე. ხუმრობ, რა თქმა უნდა. პასუხი არის სწორი. თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე ირუჯებოდა, კარგია. ირუჯებოდა. ვითომ? არა თრთოდა. ბ პასუხი. რომელი? თრთოდა. ბ. თრთოდა. თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა. რა თქმა უნდა. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. რაში უწევს ქალს დახმარებას ბებია ქალი? სახლის დალაგებაში, ბავშვის გაკვეთილების მომზადებაში, ბავშვის გაჩენაში თუ ჭურჭლის დარეცხვაში? სწორი პასუხი არის ბავშვის გაჩენაში. ეხმარება ბებია ქალი. ბავშვის გაჩენაში. 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. რომელი მოხდა დანარჩენებზე ადრე? ამერიკის აღმოჩენა, პირველი ადამიანი მთვარეზე, დავით აღმაშენებლის მეფობა, ბორბლის გამოგონება. ერთი წუთით. დანარჩენებზე ადრე. დანარჩენებზე ადრე. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის აღმოჩენაზე და პირველი ადამიანი მთვარეზე ადრე დავით აღმაშენებლის მეფობა. ბორბლის გამოგონება სიმართლე გითხრათ არ მახსოვს. ბორბლის გამოგონება. მაგრამ ალბათ უფრო გვიანი იქნებოდა ესეც. დავით აღმაშენებლის დროს ბორბალი იყო? დავით აღმაშენებლის მეფობა არის სწორი პასუხი ჩემი აზრით. C. და ბორბალი? ბორბალი არ მახსოვს როდის სიმართლე გითხრათ. აი თქვენი აზრით დავით აღმაშენებლის დროს არსებობდა თუ არა ბორბალი? ალბათ იქნებოდა საჭირო გადაადგილებისთვის რაღაცა იქნებოდა, მაგრამ ანუ ესე იგი დანარჩენებზე ადრე. ხო. ხო, ვღელავ ძალიან ეს არის. ძალიან. შორიდან მარტივია, მაგრამ რა თქმა უნდა. გეთახმებით? თუმცა ახლა კარგი ლოგიკა რომ გამოვიყენოთ, დიახ. სწორად რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული ბრძოლა ჰქონია მას და აუცილებლად საჭირო იქნებოდა ბორბალი. და სხვა თუ არა თვითონ ქართველები ხო საბოლოო პასუხია ბორბლის გამოგონება. D. გადავრჩით. ბორბლის გამოგონება. რა თქმა უნდა, ეს მართალია. 250 ლარი თქვენია. კინაღამ შევწდით, კინაღამ. აი, ამაზე ბევრს დავცინებ საკუთარ თავს ალბათ. მეხუთე კითხვა და გარანტირებული 300 ლარი. ქართულ ფილმში ფესვები. რის ბიზნესს წამოიწყებენ საფრანგეთში გიორგი და ანრი? გახსოვს ფილმი კარგად? დიახ. ყველის, კვერცხის, ხორცის თუ მაწვნის? ძალიან კარგი ფილმია, მახსოვს ეს ფილმი. წამოიწყებენ მაწვნის ბიზნესს. D არის სწორი პასუხი. გავაკეთოთ D მაწვნის. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია. მოგესალმებით. ფიქრია თქვენ გაქვთ გარანტირებული 300 ლარი. ამას ვერავინ შეეხება, ასევე 3 დახმარებაც გაქვთ. და მივედით მეექვსე კითხვაზე, 400 ლარი. საქართველოში რამდენი პროცენტია საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი? A 12, B 15, C 20, D 25. ეს არის D 25% ასე მახსოვს. 25%. ზუსტად გახსოვთ.
ნამდვილად ზუსტად უნდა მახსოვდეს, იმიტომ რომ მაჭრიან ამდენ პროცენტს, მაგრამ იმდენად რამდენადაც ვღელა, ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა მაინც საშემოსავლო. დიახ, ეს არის 25% ნამდვილად. თუ 20. ვაიმე. ასეთი შეკითხვა არ უნდა მაბნევდეს. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. საპენსიო ფონდი არ იგულისხმება, რა თქმა უნდა. საშემოსავლო 12, 15, 20, 25, 20 და 25 შორის ვარ. დახმარება შემიძლია შემოგთავაზო. ამ შეკითხვაზე არ გეგმავდი გამოყენებას. 20 იყოს ვითომ? 20. რისკავ. თუ 25. ანუ პირველი და მეორე ზუსტად ვიცი რომ არ არის. მაგრამ 25 რატომ მახსოვს არ ვიცი. 25%. თუმცა 20 უფრო არ ვიცი. მიტიუტივებს გონებაში. კარგი 20 იყოს. C. საბოლოო პასუხია? დიახ. არ ვიყენებ დახმარებას. თან 25 მახსოვს, თან 20 მიტიუტივებს გონებაში. კომპიუტერს ხომ არ ვთხოვთ დახმარება. ფიქრია რას ფიქრობ? 20 იყოს C. საბოლოო პასუხია? C 20. ვაკვითრებთ. C 20. ფიქრია რომ გეთქვა 25%, რასაც ფიქრობდი. არასწორი იქნებოდი. და პასუხია 20. 400 ლარის თქვენია. არა, უნდა დავმშვიდდე, იმიტომ რომ ნამდვილად დამშვიდდეთ უნდა. იმიტომ რომ წინ მეშვიდე კითხვა 500 ლარი. ჩამოთვლილი სპორტის დისციპლინებიდან რომელი იქნება რიგით მეორე თუ მატჩის ხანგრძლივობის მიხედვით დავალაგებთ მცირედან დიდისაკენ. A. კალათბურთი, B. ფეხბურთი, C. რაგბი, თუ D. ჰოკეი. მცირედან დიდისაკენ. გიყვართ სპორტი ზოგადად? დიახ. რომელი სპორტი გიყვართ? აი, მათ შორის ჰოკეი ნამდვილად არ არის. ჰოკეი არ არის, დიახ. რაგბიც, დიახ. კალათბურთიც, ფეხბურთიც, რიგით მეორე. დიახ, რიგით მეორე. თუ მატჩის ხანგრძლივობის მიხედვით დავალაგებთ. თან მინდა რომ გავრისკო, თან დახმარებას ხომ არ დახმარებას გამოვიყენებ. დარბაზის დახმარებას. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, გთხოვთ ამწიოთ ხელი. აი, კიდეცია სწორი პასუხი. მე ვარ ლუკა ლალიაშვილი, ვარ 12 წლის და პასუხი კალათბურთია. კალათბურთი, კალათბურთი. მადლობა. აბა, გაგვეცანით? მე კოდე ქართლაიშვილი ვარ და მე ამას ვეთანხმები. პასუხი არის კალათბურთი. კალათბურთი. გახსოვთ ზუსტად? ფიქრია. დარბაზში კალათბურთიო. ორმა თქვა კალათბურთი, თქვენ თუ ეთანხმებით? ვფიქრობ დავეთანხმები. რიგით მეორე. ისე რომ აღარ გადავამოწმებთ? საინტერესოა პირველი ალბათ ჰოკეი ვითომ? ხანგრძლივობის მიხედვით. ანუ მცირედიდან დიახ, მცირედიდან დიდისაკენ. აჰა, გასაგებია. აი კალათბურთი რამდენი ხანი გრძელდება თუ გახსოვთ დაახლოებით? არ მახსოვს ზუსტად. ერთი მატჩი. ანუ 4 ეტაპისგან შედგება, მაგრამ თითო 5 წუთიანი არის ვითომ? თუ ცოტა მეტი არ მახსოვს. ალბათ 5 წუთი, არ ვიცი, არ მახსოვს ახლა. ახლა ვიგრი რომ ფეხბურთი 90-იანი. რაგბი? რაგბიც არ მახსოვს. რაგბი უფრო დიდ ხანს გრძელდება ალბათ.